პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო სამეგრელოს რაიონში საფახურჩაში მოკლო გიგაოთხაზორიას ოჯახს. ასევე ტყივილით მინდა შევეხო სათხერის რაიონში სამხედროების მიერ 9 ადგილობრივ დაკავებას, რომლებსაც დიდი შიშისა და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოუწიათ ხამის გათამა ცხიმალის სოციალიაში. რაც არანაკლებ განიცადეს მათ გამო მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. იძულებულ მდგომარეობაში მყოფმა დაახლოებით 1 თვის წინ ოფიციალურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მეთხოვე დახმარება იმ მიზეზების განმარტებით, რადგან წყლების მანძილზე საქართველოს გულისათვის და ქართული ხალხის გულისათვის თავშეკავების საუბრისაგან და საიდუმლოდ ვინახავთ. ვევედრებოდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრებს, რომ იძულებული არ გამხდარიყავი და რუსეთის ხელისუფლებისთვის დახმარება არ ეთქვა, მაგრამ მართლა ჩემი თხოვნა და მუდარ არ გაიზიარეს და წყლების მანძილზე ისინი ჩემი თემითა და ჩემი ოჯახის წევრების თემითა და ლიკვიდაციის მოხერხებით იყვნენ დაკავებულები. ასევე სასტიკად გაუსწორდნენ ოჯახის წევრ ბავშვებს. ამიტომ მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის ხელისუფლება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არანაკლებ ეხება მათი მოქალაქეების სიცოცხლესა და სიმშვიდეს. რადგანაც მე საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები ხშირად მიხსენიებენ, თითქოს და მე ვარ ეგრეთ წოდებული FSB-ის ფარული თანამშრომელი, ამიტომ ზედმეტი საფრთხე და ბურუსით მოცული რომ არ ყოფილიყო პარალელურად თხოვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომ მათი მხრიდან მინიმუმ ჩართული იქნეს ადვოკატი და შემდეგ გაკეთეს შესაბამისი შეფასება. თხოვ საზოგადოებას, თხოვ ქართველ ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დიდი სიფრთხილე გამოეჩინოს იქ, სადაც რუსეთის მხრიდან არსებობს გავლენა, იმ დრომდე მაინც, სანამ საქართველოს ზოგიერთი მინისტრი თავის მართლების რეჟიმის ქვეშ იმყოფება. ამ ყველაფრის მიზეზი რაც გახლავთ, მოვასწარი და აუხსენი 5 მაისამდე მოვასწარი და აუხსენი საიას ადვოკატს ლევო ზაჯარაძეს, რომ ისმინაც ეს მე ეს არ მდგოს საიდუმლოდ, ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მასთან გასაუბრებით გაიგოს ამ დეტალების შესახებ. ამათ წლის აპრილამდე კიდევ იმეც ვიტოვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მაიძულებდა, არ იქნებოდი იძულებული, რომ რუსეთის ხელისუფლებისათვის დახმარება მეთხოვა საქართველოს გულისათვის, რასაც საიდუმლოდ ვინახავდი, მაგრამ როდესაც მათმა თავიანთი უკანონო ქმედებების გადასაფარად, უდანაშაულოდ 8 წლიანი პატიმრობის წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მომისაჯეს, იძულებული გავხდი ეს ყველაფერი ამასთან საიას ადვოკატისთვის და დახმარება მეთხოვა რუსეთის ხელისუფლებისათვის. როდესაც საიას ადვოკატა ლევო ზაჯარაძესთან 5 მაისს ჩვენი სატელეფონო საუბარი მოისმინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ დღესვე საღამოს 10 საათის შემდეგ, როდესაც მიყოლოდ თეჯურის რაიონში და ჩემი სახლიდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში მიდიოდი ხამისათევად. ამ დროს დაიწყეს სპეცოპერაცია, რომელიც სპეცოპერაციაშიც მონაწილეობას იღებდა 150-მდე სპეციალური თანამშრომლების რაზმის სპეცრაზმები. მათმა შეაშინეს ყველა იქ ცხოვრები, მათ შორის ბავშვები, ეკლესიის მრევლი და შეურაცხყოფა მიაყენეს ეკლესიის ეზოში ყოფ საფლავებს. მათ გულზე ტალახიანი ფეხებით, ესე ბინძურად, სიარულით, რომლის შედეგადაც შეურაცხყოფილი დარჩა მათი ოჯახის წევრები. ამიტომ დღეს მინდა ვთხოვო ყველა საზოგადოების წევრს, რომ ყურადღებით გაითვალისწინოს ჩემი სიტყვები და კიდევ ერთხელ ვუმეორებ, რომ ფრთხილად იყოს ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს რუსეთის მხრიდან გავლენა. მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლების და იმ ძალოვანი უწყების მინისტრებს, რომლებსაც ავალიათ თქვენი უფლებების დაცვა, ისინი თქვენვე დაგიცავენ და ისინი იმყოფებიან თავის მართლების რეჟიმის ქვეშ. ამ ყველაფრის მიზეზი თუ რა გახლავთ, შევეცდები დღეს ზოგადად აუხსნა საზოგადოებას. ამის მიზეზია გდანის მეხუთე მიკრორაიონში მე-13 კორპუსში მცხოვრები ირაკლი მუჩაურის მკვლელობა, რომელიც მოხდა ბელგიაში. ბოდიში მინდა მოუხადო მის ოჯახს, რომ მასზე საუბრით კიდევ ერთ დიდ ტკივილს ვანიჭებ, ვაყენებ, მაგრამ სხვა არჩევანი მე არ დამჩენია, ეს ყველაფერი დაიწყო იქედან. ასევე ამის მიზეზი გახლავთ 2006 წელს რუსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების გამოძიების სუსტი მიზეზი და საფრანგეთისა და ბელგიის აეროპორტში თვეების წინ მოხდარი ტერორისტული აქტი, რომელშიც დადებითი მხრიდან ჩვენ მე და ჩემი რუსი მეგობრები ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ უარყოფითი მხრიდან იყო ჩართული ძალოვანი უწყების მინისტრები და ისინი გვიზღუდავდნენ ყველა დადებითი მოქმედებების მიღებაში ხელს გვიშლიდნენ. დავიწყებ იქედან 2006 წელს 26 მარტს მიყოლოდ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში,
როდესაც უკვე საქართველოს 4 წლის წასული ვიყავი, ერთ-ერთ ბარში მე გელაშვილი გეწადა და მუჩეორი, სადაც პოლიციამ დაგვაკავა ჩამოვართო ცვირადღირებული ავტომობილი და გადაგვიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ მთავარ სამმართველოში. ყველას ერთად სურათი გადაგვიღეს, ერთ საკანში გამოვკვეთეს და საკნის წინ მაგიდასთან ორმა მშრომელმა გამომცემლმა პირველი ჩემი დაკითხვა გადაწყვიტა. მინდა გითხრათ, რომ ყველასათვის საშიში დაუტანელია პოლიციაში ყოფნა და იქ ყოფნა გასათავისუფლებლად ყველა მეგობარი ესწრება მის დახსნას. ამიტომ მაგიდასთან სულ ორ გამომცემლს მე კითხვაზე პასუხი არ გავეცი, თითქოს და ჩემი მეგობრების გასაგონად, რომლებიც ჩემს უკან საკანში მყოფებოდნენ და მათ ჩვენი საუბარი ესმოდა, მე მათ კითხვებს ვერ უპასუხებდი. დაჟინებული ჩემი ერთი და იგივე პასუხის განმავლობით პოლიცია იძულებული გახდა უდანაშაულოდ საკანში ყოფილი ჩემი მეგობრები გაითავისუფლებინა. მათმა დამკითხეს და მე ყველა მათ კითხვას უპასუხე წარმოშობით რუსეთიდან, პეტერბურგიდან, ზლატა ვორონინა შესახებ, რომელი გოგონა წინადღე ჩემთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ღამის 3 საათზე ადგილობრივი ორი ბელგიელი, ნასვამი ბელგიელი აღენდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და აიძულებდა მათ გაყოლოდოთ. ეს ხდება ყველაფერი ქალაქის ცენტრში, სადაც ვინც ბელგიაში ნაყოფი ქალაქ ანტვერპენში ყველა მის შესაძლებელი, სადაც 100 კილოგრამი ბრილიანტი და უქრელი გდებოდა და აღჭურვილია საფრთხო კამერებით. ამიტომ გოგონას, როგორც გითხარით, უპატრონე და საკუთარ სახლში ჩავიყვანე მეორე დღით და ამაში დანაშაული არაფერი არ არსებობს და არ არსებობს დედამიწაზე კარგად კვალიფიცირებული გამომძიებელი და პროკურორი კი, ვინც ამ შემთხვევაში დანაშაულს დაინახავს, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სურვილით გამომცხადეს, რომ წლების მანძილზე მომიწევდა ბელგიის ციხეში ყოფნა და შემდეგ საქართველოს ციხეში კიდევ წლების მანძილზე გაუგრძელებდი იქ ყოფნას. რადგანაც ყველაზე მეტად ამის წარმოქმნის შემდეგ, რაც ყველაფერი მეთქი, ყველაზე მეტად მეთქინა და წარმოვიდგინე, ეს იყო ჩემი მეგობრების მდგომარეობა, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ დროებით დაკავებულები და პოლიციელებს განუცხადე, რომ მათი მდგომარეობა იყო უღრმესად ცუდი და ამის გამო მათ მოკლავდნენ. და მე მათზე დახმარებას ციხიდან ვერ შევძლებ. პოლიციელებს დაინტერესათ გამომცემლებს, რომ რა იყო მათი ცუდი მდგომარეობის მიზეზი, რადგან განმარტო რომ ეს იყო ეკონომიკური პრობლემა და ეს არ იყო საიდუმლო და თუ ისინი უდანაშაულოდ ჩამწვდნენ, როგორც გითხარით, მე მათზე დახმარებას ციხიდან ვერ შევძლებ და მათ მოკლავ. პოლიციამ ეს ყველაფერი აღმოითქვა დაშანტაჟების მიზნით და ამის გამო სასტიკად აწამეს. მეორე დღეს ციხეში გადამოყვანეს და მათი წამებისგან დარჩენილი ნაიარები, კერძოდ პადიმროს რომ არ ენახა, ფეხშიშველი საცვლების სამარა ციხის ეგრეთ წოდებულ დასაჯილ ოთახში, ეგრეთ წოდებულ კარცერში მომათავსეს, სადაც საშინელი სიცივე იყო და იქ 2 დღე გაუტარა. პოლიციამ როდესაც კარგად გადაამოწმა, რომ გოგონას მართლაც დავეხმარდა, იქ დანაშაული არ არსებობდა, მაგრამ მათი სურვილი ნებისმიერ შემთხვევაში კრახით დასრულდებოდა, ამიტომ დაკავებიდან 4 დღის შემდეგ ციხიდან ისევ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გადმოვიყვანეს. მათი სურვილების გასამყარებლად, რომ დიდი ხნით ყოფილიყავი კიდევ ციხეში. მათმა დამკითხეს საქართველოში უკვე მოხდა ციხის პუნქტთან დაკავშირებით, რაც სპეციალურად იქნა დაშლილი, სადაც ადამიანები დაიღუპა და საშინელი ტრავმები მიიღეს. კითხვების იყო ესეც სახის, რომლის ციტირებასაც მოახდენ, საქართველოს მიერეკავდნენ, რადგან უპასუხე რომ საქართველოს მიერეკავდნენ, მაგრამ ეს იყო ყველა ჩემი მეგობარი. მეორე კითხვა იყო ესეც სახის, რომ ჩემს მეგობარს ციხეში მყოფს თუ დავეხმარებოდი, რაზედაც გამომატე რომ ჩემს მეგობრებს მე ყველგან დავეხმარები, მათ შორის ციხეშიდაც და უფრო მეტადაც კიდევ თუ ციხეში იმყოფება და მესამე კითხვა აღარ იყო ელები, რა შეხება მქონა, რა თანამსახურების შეხება მქონა საქართველოში მოხდა ციხის პუნქტთან დაკავშირებით, რაზედაც გამომატე რომ ეს იყო ხელისუფლებისგან პროვოცირებული პატიმრებზე არადამიანური მოყრობის მიზნით, რა დროსაც ამოდინიმე ადამიანი იქნა მოკლული ციხის პუნქტის დაშლის დროს, სპეციალურად დაშლის დროს და ესეთ რაღაცასთან მებუნებრივია შეხება არ მექნებოდა. ანუ შემიძლია გადაჭრით თქვა, თუ იმ დღემდე ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგონა და წარმოდგენა ჰქონდა, რომ ეს იყო ვიღაც გავლენიანი რიგითი ადამიანის მხრიდან მოწყობილი, გადაჭრით ვამბობ, რომ ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 30 მარტს მე მივაწოდე უკვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს იყო ხელისუფლებისგან პროვოცირებული და არა რიგითი ადამიანების მხრიდან მოწყობილი.
პატიმრებზე არადამიანური მოყრობის მიზნით. მაგრამ ბაჩვან ახალაიას, ეგრეთ წოდებული სასჯელი ახსნილების მინისტრის შეჩერება არავითსადა და მან კიდევ წლების მანძილზე დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნით არაერთი ადამიანის წამება მოახერხა. მინდა აქ განვატო, რომ ციხეში ვერ ვიქნებოდი ბუნებრივია ლოცვით დაკავებული უდანაშაულოდ ყოფილი ადამიანი და ამიტომ დავიწყე იქაური პოლიციელებისა და პროკურორების მხრიდან უკანონო ქმედებების შესწავლა. რა დროსაც აღმოვაჩინე, რომ ციხეში იმყოფებოდა სრულად უდანაშაულოდ ლიტველი ალექსანდრე კრუძიევი, ჩეჩენი ისლამ გაგაევი და ქართველი საზანოზაძე. ამ სამ ადამიანს შორის ყველაზე მეტ ყურადღება ივალცი ზაზანოზაძის უდანაშაულოდ ციხეში ყოფნას, რომელსაც ჰყავდა 2 წლის მცირეწლოვანი ბავშვი და ელოდებოდა მეორე ბავშვს. პოლიციის თქმით, სავარაუდოდ ზაზანოზაძის ძმამ ჩაიდინა დანაშაული და ზაზანოზაძის დაპატიმრებას პოლიცია პასუხობდა, თუ იმ შემთხვევაში ზაზანოზაძის ძმა დაბრუნდებოდა, ზაზანოზაძეს გაათავისუფლებდა. ციხეში ვიყავ სასტიკად შეზღუდული, საწოლიც კი არ მქონდა, ეს რამდენადაც არ უნდა გაუკვირდეს ისეთ ადამიანს, ვისაც არ უნახავს, რომ აღარაფერი თქვა ადგილობრივზე, ამ ციხეში იმყოფებოდნენ ქართველები, რომელიც ამ ყველაფერს კარგად ხედავდა. ამიტომ აქედან გამომდინარე 17 აპრილს ჩემი დაკავებიდან 21 დღეს, რადგანაც გამომძიებლები ჩემი დაკავების დროს გაფრთხილებულები ყვავდნენ, მათი ცუდი მდგომარეობის შესახებ მოკვლული იქნა ირაკლი მუჩიაური და სასიკვდილო ჭრილობები, უმძიმესი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული გეწაცის. ამ უბედურებიდან სულიად კვირაში დანიშნულ ჩემს სასამართლოზე, სადაც იხილავდა წინასწარი პატიმრობა, ჩემმა ადვოკატმა რუდოლფ ერესმა, რომელიც საადვოკატო ბიუროც გახდა ქალაქ ანტვერპენში, ამერიკაში 104-ში, განუცხადათ, რომ ჩემი უდანაშაულო ციხეში ყოფნის გამო, არადამიანური მოყრობის გამო და ირაკლი მუჩიაურის სიცოცხლეზე გულგრილი დამოკიდებულების გამო, რა დროსაც უმძიმესი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული გეწაცეს, ციხეში უნდა იყო მათი გამომძიებლები და ისინი. ამისათვის მე გადმომიყვანეს ციხეში და რუდოლფ ერესს გადაუხადეს 3000 ევრო, როგორც მან ჩემთან აღიარა და დაპირდნენ, რომ ისინი ჩემს დაჯას აღარ გავწევთ. მაგრამ ერთი თვის შემდეგ, როდესაც ეგრეთ წოდებულ კამერაზე, ანუ სასამართლოზე, როდესაც საქმე დაახურეს ჩემს მიმართ აღზრდით და დამავალეს, რომ სასამართლოს წინაშე მონაწილეობენ ვიყავი, მათ გამოსხდით ჩემი უდანაშაულობა და ირაკლი მუჩიაურის მკვლელობა. რა დროსაც სასწრაფო წესით დამატებებია სასამართლო დარბაზი და იუსტიციის საქმიდან გამოყვანის დროს საჯარო ახსნილების დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცა ჩემი მეგობრების რუსულ ენაზე დაწერილი წერილი და სიტყვიერად განიმარტა, რომ ციხეში ჩემი დაბრუნებისას ეგრეთ წოდებულ კარცერში დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია და ფრთხილად ყოფილიყო. ამიტომ ციხეში დაბრუნებული ჩემ გვერდში მყოფ სამ ადგილობრივ პატიმრს თხოვე დახმარება გაეწია, რომ ციხის კარცერში იყო დაგეგმილი ჩემი ლიკვიდაცია და დავლოდებოდით ციხის თანამშრომლების რეაგირებას. როდესაც ციხის თანამშრომლებმა დაიწყეს რეაგირება ჩემი ციხის კარცერში წასაყვანად, სრულად უმიზეზო, სხვა უმიზეზო. ამიტომ მათ გადაუდგათ ერთ-ერთი პატიმარი და უთხრათ, რომ ციხის კარცერში ჩემი უმიზეზო წაყვანის მიზეზი გახდათ ჩემს მიმართ განახორციელებიათ ლიკვიდაცია. სასამართლო დარბაზში ნათქვამი სიტყვების გამო. ციხის თანამშრომლები იძულებულები აღმოჩნდნენ და გამიშვეს ეგრეთ წოდებულ საკანში. მეორე დღით, როდესაც ციხის გასეირნების საღამოს გასეირნებაზე მყოფოდი ეგრეთ წოდებულ პრაკურკაზე, საღამოს 7 საათზე, რა დროსაც ყოველგვარი აემანი და შეხვედრები ამოწურულია, მიკროფონი დამიზახეს, რომ ჩემს სანახავად შესახვედრად მოსული იყო ჩემი ადვოკატი რუდოლფ ერესი და მასთან უნდა წავსულიყო. გამოიწვია ასევე ციხის პატიმრების დაინტერესება, რადგანაც უკვე ყველანი ცუდად ცნობდით მათი მხრიდან, ციხის თანამშრომლების მხრიდან ჩემს მიმართ ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ და ამ დროს გაგვირებას იწვევს, რა თქმა უნდა, ისიც, რომ ყოველგვარი პაემანი და ყოველგვარი შეხვედრა ამოწურულია, დამინტერესდა ვკითხე, თუ არ წავიდოდი ესეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა. რადგანაც განაცხადეს, რომ ესეთ შემთხვევაში მომწოდა ციხის დასაჯელი ეგრეთ წოდებულ კარცერში წასვლა. ამიტომ პატიმრებს ვთხოვე, რომ დალოდებოდნენ სიტუაციაში გარკვევას და შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე მათი მოხდა. წავედი რუდოლფ ერესთან, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლები, გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლები და რამდენად პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს მხრიდან მუდმივი ნატოს მუდმივი წარმომადგენელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ერესანი.
ისინი მაიძულებდნენ რომ დამეწერა საპირისპირო საჩივარის ლატო გრომინას შესახებ და მას დაიჭერდნენ და ციხეში სასვლა. რაზედაც ლამის ჭყვიდან გადავედი, პოლიცია და პროკურატურა ისე ფიქრობდა, ისე ცდილობდა, რომ თავიანთ ჩადენილი დანაშაული, ისევ ახალი დანაშაულის ჩადენით გადაეპარათ. ამიტომ თხოვე რომ ეს სულელი არ გაეკეთებინათ და მე მქონა მათ მიმართ გამოსავალი. მე მინდა გიორგი ლასანიას უთხრა რომ მართალია იმ დროს მოგაყენე შეურაცხყოფა, მაგრამ ეს ეხლა შენ გასაჯე ამ დროს იყო თუ არა ჩემიდან სწორი თქვენს მიმართ. მე მათ გავოცანი ჩემი გამოსავალი, რადგანაც უკვე 2 თვის განმავლობაში ციხეში ყველანაირ ინფორმაციაზე ხელის მისვენას ვცდილობდი, ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ბელგიაში არსებობდა ადამიანები, რომლებიც საუბრობდნენ სავარაუდო ინფორმაციებზე ტერორისტული აქტების შესახებ და ბუნებრივია 2 თვის შესახებ, 2 თვის ციხეში მყოფმა თუ ეს ვიცოდი, ეს იცოდა ბელგიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. აუხსენი მათ გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ და მივეცი მითითებები, თუ როგორ შეიძლებოდა დაგეგმილი ტერორისტული აქტის თავიდან აცილება. ასევე ინფორმაცია მქონდა საქართველოში ჯაშუშების შესახებ, საფუძვლის ჯაშუშების შესახებ და ეს ინფორმაცია მივეცი მათ და გამომართ, რომ თუ მათი დაკავება მოხდებოდა სატელევიზიო შოუს მოწყობებით, რომ როგორ მოწყობებით ხდებოდა იმ დროს საქართველოში, ამას მოყოლოდა რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი და ეთნიკური ქართველების გამოძევება საშინელი პირობებით, როგორი პირობებითაც ისინი იქნენ შემდეგ გამოძევებული. ამიტომ თხოვე მათ ყველა ერთად გავერთიანებულიყავით ტერორისტთა ბრძოლის წინააღმდეგ და მე მათთან შეთანხმებულად კიდევ 4 თვით დავჭებოდი ციხეში და მათ ეს შეეფასებინათ 80,000 ევროს გადახდით, რაზედაც გამომადა, რომ არსებული 80,000 ევროდან მე დახმარებას გამოწერდი ეგრეთ წოდებული ირაკლი მუჩაურის ოჯახს, გადაცვლით ჩემი მეგობრის ოჯახს და ასევე ეკონომიკურ დახმარებას გავუწერდი გიწადეს, რომელსაც უმძიმესი ჭედილობები ქონა მიღებული და მისი ჩამოყალიბებული ფორმირება იყო მიცინეს. ჩვენი შეთანხმება შედგა და მოითხოვენ სასამართლოს ასწევრო და მათი თანამოქალაქე 45 ადამიანი და მათ წინაშე მოსამართლეს ხმამაღლა ყველას გასაკვანად ითქვა, რომ ისინი ამისათვის გადამიხდნენ. სასამართლო მათაც შედგა, მოსამართლე ყველას წინაშე ვერ ვიტყვი გადაჭით, რომ 45 იყო, მაგრამ მეტი შეხედვით შეიძლება მეტიც იყო, გამომიცხადა, რომ პოლიცია ამის შესახებ დამიფასებდა და გადამიხდა. მაგრამ სავარაუდოდ აღმოჩნდა ისე, რომ პოლიციას ჩემი საქართველოში ექსტრადირება არ გადაუფიქრებია, მათ გადაწყვეტილი ჰქონათ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ და საქართველოში ვანონდერაბის და ბაჩან ახალაიას სასტიკად ეწამათ. სექტემბერს 26 რიცხვში, როდესაც მიწოდა გათავისუფლება, მათმა ამ მიზნით აღარ გამოთავისუფლეს და გადამოყვანეს ექსტრადირებისათვის სხვა ციხეში. ჩემი გათავისუფლებიდან, რომ უნდა მოხდარიყო, 9 დღეში ოქტომბერში დააკავა საქართველოს ხელისუფლება, ახსენებული რუსი ჯაშუშები და მოაწყო მთელი ტელეშოუები. მინდა აქ ვიკითხო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გოგონებს, ქალბატონებს, რომლებსაც მოუწიათ მათთან ერთად ეგრეთ წოდებულ პოზირება კამერების წინ. ჩვენ არაერთი კატეგორიის ადამიანის დაკავება გვეყოლებია და გვინახავს საქართველოში, მაგრამ მათ გვერდით ქართველი მანდილოსნები არ პოზირებდნენ. და რატომ არ გაუჩნდათ სურვილი მათი გვერდით ყოფნას, ქართველი ქალბატონების გვერდით ყოფნას, რომლებიც არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ უნდა ყოფილიყვნენ მათ გვერდით. თუ გამოძიება ჩართვით საჭიროდ, ამ სიტყვებს შემდეგ მე გავმართავთ გამშველებით იყვნენ ისინი და ვის დავალებით იყვნენ ეს დავით განმარტონ ამ ქალბატონს. საქართველოსთან ამ ტელეშოუების მოწყობას, საქართველოს ამ ტელეშოუების მოწყობას მოყვა რუსეთის ადეკვატური პასუხი, წინასწარ ცნობილი პასუხი და რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს ეთნიკური მოქალაქეების გამოძევება, საიდანაც საშინელი პირობებით აძლევდნენ ქართულ ხალხს. საქართველოს ხელისუფლებამ მალევე ცხადა სიტუაცია განიმეორდა რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ აღარ შეწყვიტა ეთნიკური ქართველების გამოძევება საქართველოში. საქართველოს გადაწყდა დაკავებული რუსი ჯაშუშები და იქიდან თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ქართველი ეთნიკური მოსახლეობის გამოძევება. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვიტყოდი, რომ გავეთავისუფლებინე ბელგიის პოლიციას, მაგრამ ისინი დაჟინებულად მოითხოვდნენ ჩემგან
დამესახელებია მათი ვინაობა, ვინაც ეს ინფორმაცია მომაწოდა. მეკცეოდნენ არა ადამიანურად, რომელი ადამიანური მოყრობითაც ჩვეების განმავლობაში, დაახლოებით განმავლობაში დავიკელი 28 კილოგრამი და სწრაფი წონის დაკრების შედეგად ნიგნებს შორის ჩამეტნა ნერვი და დავიზიანე ჯანმრთელობა. იმ დროს, როდესაც მე ვიტყოდი გათავისუფლებას, არაერთი ასობით ქართველი არ ცდებოდა რუსეთის ტერიტორიიდან იმ საშინელი პირობებით გამოწვევას, ისინი იქნება გამოწვეული, რომ გავეთავისუფლებდნენ ბელგიის პოლიციას. რაც მათი მხრიდან მოყვა სასტიკი წინააღმდეგობა და არ გამათავისუფლეს. ამიტომ იძულებული ვიყავი, გამხდარიყავი ქართველი ხალხის გულისათვის, საქართველოს მოსახლეობის გულისათვის, რომლებსაც ხედავ საშინელი პირობებით დაკავებდნენ და აძევდნენ საქართველოში, რომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს წამოსულიყავი. ამიტომ 2006 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოფრინდი დეპორტნიკების თანხლებით, ეგრეთ წოდებული დეპორტნიკების თანხლებით და ყველას ვისაც თქვენ უზარია ყველა იცის ამ დროს, როდესაც თვითონ დაждომა საუბრების გამოხატავს ემოციებს, ოვაციებს, რადგანაც ვისარგებლე მომენტით და თვითონ უნდა გამოვეკეცი ეგრეთ წოდებული დეპორტნიკებს და აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ადგილას შემოვაწარი, სადაც ჩემი ოჯახის წევრები იმყოფებოდა. სადაც ჩემი სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაადგილება და მაიცულებდნენ, მავალებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ველოდებოდა ვანო მერავიშვილი და ის წარსულიყავი მასუდა ჩემი გაცნობა. ისი წინააღმდეგ ვიყავი სასტიკად და მათ მეუბნებოდი, რომ ჩემი სწავლებით მე კარასთვის აწავდენი, რადგანაც ეს არის მეგობრული თხოვნა და მათ არ სურდათ ჩემთან მეგობრული გაცნობა. ეს ის წლებია, ეს 2006 წელია მინდა გითხრათ, რადგანაც ყველაზე მეტი ახალგაზრდა დახოცა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ქუჩაში. გაზეთად პასუხისმგებლობა თითქმის არ აქვს ადარისებია დღეს. საათების განმავლობაში აეროპორტში უკანონოდ უმიზეზოდ დაკავებული სადაც უნდა მოხდა გადაადგილების შეზღუდული ჩამოფრენიდან 4 საათის შემდეგ ჩემს საკუთრივ კუთვნილი ტელეფონით მართლისმობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მაიძულებდნენ ვანო მერავიშვილთან წაყოლას, ვასაუბრე ბელგიაში მყოფ ჩვენს ქართველ კონსულს პატრონ დავით ჭავახიშვილს. მე არ ვიცი მათ შორის რა სახის საუბარი შედგა, მაგრამ 10 საუბრის შემდეგ კიდევ საათები ვიყავი საქართველოს აეროპორტში შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფილი. ჩემი ოჯახის წევრებს შემოუერთა არა მხოლოდ თბილისში მყოფი ნათლისმცემლები, არამედ დაიწყეს რაიონებიდან ჩამოსვლაც და იძულებული მიეცეფილა ყოველ შემთხვევაში იძულებული გამათავისუფლების ხანის პირველ საათზე. 2007 წლის მაისში ჩავფრინდი ბელგიაში, შევხვდი ჩემს ადვოკატს ვილკერფერენს და მას დავავალე, რომ თუ პოლიცია ბოდიშს არ მოიხდა ყველაფრის გამო, მე მათთან ერთად ამითანამშრომლდი დიდი სურვილით გამაშთა, რომ ყველანი ერთად ტერორისტების წინააღმდეგ დამდგარიყავით და გვებრძოლოთ და არ მოხდარიყო ის უბედურებები, რაც შემდეგ ვიხილეთ. რაზედაც მამითხრა, რომ მას არ ქონა არანაირი ძალა პოლიციისთვის დაევალებინა ბოდიშის მოხდა, მაგრამ მირჩია, რომ ის ვიყავი მოსამართლესთან. მოსამართლესთან ბუნებრივია, მისვლაც აზრი არ ქონა, რადგანაც ერთი ადამიანი ესე შემთხვევაში ვერ აიღებს ინსტიტუტზე პასუხისმგებლობას, ამიტომ წავედი ბელგიიდან გერმანიაში საწყობილად, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობ. გერმანიის პოლიციამ 2009 წელს დამაკავა 3-4 წუთი თვითონ წესრიგში ყოფნა და ეს ვარიყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზედმეტი საქმელი, ეს არის კრიმინალური თემა. ჰოლანდიის აეროპორტიდან აძევდნენ ჩემს სკოლის თანაკლასელ გოგონას, რომელთანაც ერთად სკოლის მერთან წლები მოხსადარებული. ადებოდნენ საქართველოში, ჩავედი გერმანიიდან და ეს მოვიპარდი და წამოვიყვანე გერმანიაში. რადგანაც გერმანიის პოლიციამ დამაკავა 3-4 თვით ციხეში მომყოფა და ექსტრადირება გამიგდა საქართველოში და შემესულა ევროპის მასშტაბით ვიზების საფედერალო სრულყოფა. ჩამოსვლიდან სულ რამოდენიმე თვეში უდანაშაულოდ დაუმკვიდრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე 2011 წელს იმ დროს, რადგანაც ჩემი შვილი იყო 16 წლის აგვისტოს სამართლის საქმე, სულ რაღაც 7 ხის ოჯახთან დაკავშირებით, რომლის განაჩენიც მაქვს და ზედმეტად საქმე ვარ იყოს და მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანი დღეს ყოფილა რაღაც იუსტიციის საბჭოს წევრად, მან მოუსაჯა
16 წლის სკოლის მოსწავლეს იმ დროს როდესაც მას წინ უნდაავებოდა ხელში და განათლება უნდა მიეღო 900 ლარიანი ფულადი ჯარიმა 200 სამუშაო საათის შესრულება ქუჩაში 2 წელი პირობით სადაც აღნიშნულია ნახსენების შეშის რაოდენობა რომელზედაც როლი მსჯელოთ სრულწლოვან ადამიანზე ეს იყო სულ რაღაც ადმინისტრაციული ჯარიმა 200 ლარის პატიებში მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიცავს კვალიფიკაცია და ჩემთვის იუსაჯეს ის არჩევი როგორც ზემოთურას. ამიტომ აქედან მომდინარე განაცხადებული ჩემი შვილის დასახმარებლად მივიღე რეაგირება და 2011 წელს მიმართე გერმანიის საელჩოს საქართველოში, სადაც შეხვდი ქრისტერ ჰაუს, რომელმაც გამომცა დამადასტურებლად ეს საბუთი, სადაც მითითებულია მისი ტელეფონის ნომერი, ასევე ბეჭედი, სადაც აღნიშნულია თარიღი, რომ მე და მან ვისაუბრეთ 9 იანვარს ქალაქ თბილისში საელჩოში, მაგრამ მან რა დახმარება გამიწია ეს ჩემთვის უცნობია. თუმცა დახმარება არ არის სახეზე არ აქვს ამ შემთხვევაში, რასაც შემდეგ მოგახსენებთ. 2012 წელს ჩამოვარდა მეტეორი ეს შეუფასები ქართულოცნის მოსვლას ხელისუფლებაში და მინდა მომატო რომ არა ვარ საერთოდ პოლიტიკასთან შორსყოფი ადამიანი ვარ ცხოვრებაში აჩვენებში არ მეკი მონაწილეობა და ვერ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც თავარი პროკურატურა ვერც შეესწრო იმას რომ აჩვენებში ქონდეს მონაწილეობა მიღებული და აგიტაციებზე და რაიმე სხვა სახის დახმარებას გაწევაზე ხოს ემეტია საერთოდ საუბარი და როდესაც შევიტყვე რომ ახალი ხელისუფლებას იგივე აპირებდა რასაც მისი მოქმედი, ამიტომ იძულებული გავხდი აპატიოს ნოვახსენების ადამიანები, როგორც ველურად იქნა მოკრული ბორბედი ხელისუფლებისგან გადაწყვილი და უსაბჭოებრივ ოჯახს ვაზაგაშვილი და რობაკიძე, რომლის მიზეზადაც გამოყენებული იქნა შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს არარეგისტრირებული იარაღები, ამიტომ ახალ ხელისუფლებას მე მივაწოდე ჩემი ავტომატური იარაღის სურათი ნაკრაჩანს და თხოვე რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეცა რეგისტრირებული იარაღი, რადგანაც მემკვიდრეობა საკუთარი თავის დაცვა და ისინი არავის დაცვას არ აპირებდნენ და მეტიც ინფორმაცია მქონდა რომ სავარაუდოდ იგივეს აღძელებდნენ შეცვლილად, რასაც აღძელებდა მათი მოწოდე. ამიტომ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მივაწოდე ინფორმაცია, რომ წლების წინ ისანში მოხდა მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მათმა ფარგლებმა თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული იარაღით, სადაც მის გვერდში მყოფობდა პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის შვილი, ქალაქ თბილისის პროკურორის ძმა და ეს შემოქმნახსენები ის პიროვნება, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული თანამშრომელი და ატარებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული პატარული სისტემის იარაღს, რომელიც იარაღითაც მან ჩაიდინა მკვლელობა და მეორე მის მეგობარს მიაყენა უმძიმესი ჭრილობები ნახსენები იარაღიდან, რომელიც იარაღიც მან გამოაცხადა დაკარგულად და ყველაზე მეტი საინტერესო ის იყო, რომ ამ დანაშაულზე, მომხდარ დანაშაულზე სხვა პიროვნება წლების მანძილზე, რომელსაც 20 წელზე მეტი ჰქონდა თავისუფლების საქმეთა მისჯილი, იხდიდა საჭირს. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ არც დანაშაულის დაკავება და არც დანაშაულ ადამიანის გათავისუფლება. ამიტომ წარმოდგენა დამჭა და უფრო მეტად დავწუნდი იმაში, რომ ხელისუფლება ჩემს მიმართ იგივეს აქცევებდა და ვცდილობდი ყველანაირად საკუთარი თავი დამეწვა. ასევე მიმართე წერილობით, როდესაც ნახსენები ირაკლი ალასანოვან დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, რომლის მიმართაც ჩემი მეგობრები, ის რუსი ადამიანები, რომლებმაც ინფორმაცია მომაწოდეს 2006 წელს საქართველოში ყოფილი რუსი ჯაშუშობის შესახებ, რომლებიც ჩემი მითითებით საქართველოს მდროინებმა ხელისუფლებამ მოახერხა და დააკავა ისინი, მაგრამ არ დაეწვა ის ინსტრუქცია, რაც უნდა დაეწვა ქართველი ხალხი არ გამოეწევებიათ რუსეთის ტერიტორიიდან. განუმარტო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც უკვე გითხარით, როდესაც ირაკლი ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მიმართე საქართველოს
ხელისუფლებას, რომ ირაკლი ადასანიას მიმართ არსებობდა დიდი აგრესია 2006 წლის მაისში მომხდარის გამო და ამიტომ საქართველოს საბჭოთა სამინისტრო ვერ შეძლებდა და ვერ დაიცავდა საქართველოს ტერიტორიებს რუსეთის წინაშე. მართლა ჩემი ინფორმაცია, ჩემი მოწოდება არ გაიზიარეს, არც კი დაინტერესებულა თუ რა იყო ამის მიზეზი და როგორ ჩანს, ალბათ ამის შესახებ მათმაც უკვე იცოდნენ კარგად და ამიტომ მოხდა დიდი დონის ატოცის მიტაცება და სისტემატურად ხდებოდა მათუბადეების გამო. თუმცა, როგორც პროკურატურა დღის ინფორმაციით აცხადებს, ირაკლი ადასანია გახარჯა არასწორად 4 მილიონი ლარი და ამიტომ ის იქნა დაკავებული თანამდებობები და გათავისუფლებული. რაზედაც მინდა მთავარ პროკურატურას და ხელისუფლებას უთხრა, რომ ბევრი 4 მილიონი ლარით შეივსება კიდევ საქართველოს ბიუჯეტი, მაგრამ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება ეს არის ძალიან ძნელი თემა და როდის მოხდება ამის წინასწარ პროგნოზირება არავის არ შეუძლია. როდესაც ვხედავდი და დავინახე, რომ ქვეყნის ხელისუფლება ერთი ადამიანის თანამდებობაზე ყოფნის გამო არ იცავს ქვეყნის ტერიტორიებს, არ იცავს იქ მაცხოვრებლებს, არც კი ცდილობს რომ დაიცვას, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მეპარაეს როლი საკუთარ თავთან და უცნობ ბუნებრივად დაუცველებას. როდესაც საქართველოს ხელისუფლება საჩივი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთიდან 2006 წლის ეთნიკური გამოძევებული ქართველების მიმართ გამოძევების გამო, ამიტომ მე მიმართեմ სტრასბურგის სასამართლოს შემიძლია გაჩვენოთ ნინო ხაინდრავას გამოგზავნილი პასუხი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ საქართველოს ხელისუფლება პირადად აღმოერიდა თვეების განმავლობაში და ეს არის ძალიან დიდი დრო ადამიანმა თავის გადაწყვეტილება შეიცვალოს. თვეების განმავლობაში აღმოერიდა რუსეთის ხელისუფლებისგან ქართველების გამოძიებას სულ რაღაც ერთი პრინციპის გამო, იმის გამო, რომ მე ჩემს მიმართ მომხდარიყო არა ადამიანური წამება, რომ მათი ვინაობა და მოსახელებია, ვინც უანგაროდ ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე და რაიმე კეთილი პირობების გარეშე მომაწოდა ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილიყო ყურადღებით და ქართული ხალხის ინტერესები გაეთვალისწინებინა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იყო, რომელიზედაც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება არ გაითვალისწინა და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იქნა ჩემგანმათვის კიდევ ნათქვამი იმის შეჩერება შეიძლებოდა მხოლოდ ჩემი ერთი ადამიანის გათავისუფლებით, რომელსაც არა ადამიანურად მეუპყრობოდნენ იმის გამო, რომ მათი ვინაობა და მოსახელებია და მათი გავლენით ხდებოდა კიდევ ასობით ქართველი ადამიანის დაკავება რუსეთის ტერიტორიაზე და საქართველოში გამოძიება იმისათვის, რომ ჩემს მიმართ არა ადამიანური მოპყრობა შეეწყვიტათ, რადგანაც მე არ გამხდარიყავი არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და არ მეთქვა მათი ვინაობა. მაგრამ სტრასბურგის სასამართლოდან როგორც გიორგი ბადაშვილი მართლის ინფორმაციას, ვინმე გიორგი ბადაშვილი არის ის პიროვნება საერთოდ ვინ არის და აღსნობს ეს ადამიანებს, რომ აგვისტოში მიიღე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოდან, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ჩემი საჩელი არ განიხილა და გიორგი ბადაშვილი თავს იმართლებს, რომ 6 თვის დაგვიანებით პასუხობს თითქოს და ეს იყო მექანიკური შეცდომა და ამიტომ ჩემს მიმართ არ იქნა შეტყობინებული. არ ვიცი ადამიანს, რომელსაც მექანიკური შეცდომა დაეშვას და ის 6 თვის შემდეგ მას გახსენებოდეს და გამოესწორებოდეს. რასაც მექანიკური შეცდომა ხდება. ანუ ეს შემიძლია თქვა, რომ ეს იქნა წინასწარ განსახილული, თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე მაინც ვცხადე იმ დროს, რომ საფრანგეთის საელჩოში მიმეღო ვიზა და დანიშნულ სტრასბურგის სასამართლოსთან მეთანამშრომლა და ეს ყველაფერთან დაკავშირებით მიმოწოდებული ინფორმაცია. მე არ მიმაჩნია სამართლებრივად სწორი, როდესაც
ადამიანს ამის შესახებ არ აქვენ ინფორმაციას, სინამდვილეში თუ რა მოხდა, ამიტომ ყველაფერი ცალკეულ ისათვის, რომ სიმართლე ცნობოდა სტრასბურგის მოსამართლეებს, რომელმაც ის გადაწყვეტილება მიიღეს, შემდეგ რაც მიიღეს. და სამწუხაროდ ამჟამად ჩემგან იქნა ცნობილი რუსეთის ხელისუფლებისათვის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება 2006 წლის მაისში იცოდა, წინასწარ იცოდა თუ რუსეთის უშიშროების თანამშრომლების პოზირება მოხდებოდა კამერების წინ, ამის გამო, რომ გამოაძევებდნენ ქართული ხალხს რუსეთის ტერიტორიით. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში მეტი დამნაშავეა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. იმ დღიდან უბრალოდ საქართველოს პოლიციამ მატარებდა ეგრეთ წოდებული კაროვკაში და გადაადგილების საშუალებას არ აღწევდა ყველა შეზღუდული მქონა სახლიდან გამოსვლა. არაერთხელ იქნა ჩემგან დაფიქსირებული, შეიარაღებული საპატრულო პოლიციელების დევნა, რაც დაფიქსირებული იქნა შემდეგ ბეძი გასამართლებლზე ჩემგან მათი შეთქმულებით, მაგრამ რეაგირება არ ხდებოდა. მხოლოდ მიბარებდნენ გენერალურ ინსპექციაში, ორჯერ ვიყავი დაბარებული, ასევე ვიყავი ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში დაბარებული, იმერეთის სამხარეო სამმართველოში ვიყავი, დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში და სისტემატურად ხდებოდა იმის გამოკითხვა, თუ რა მოხდა 2006 წლიდან ქართული ხალხის გამოძიებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ეს სჭირდებოდა უბრალოდ ინფორმაცია იმისათვის, რომ გაეგოთ მეტი დამნაშავეების სია ქონებოდათ დღევანდელ ხელისუფლებას და ამით მათი შანტაჟით იოლად ემართა ყველა უწყება. ჩემს მიმართ პირიქით დგებოდა მეტი არაადამიანური პირობები, შეუძლებელი იყო ყოველდღე ჩემთვის ცხოვრება და როდესაც 2015 წელს მაისში 19 მაისს პოლიციამ მოითხოვა ჩემს სახლის ჭხრეკა, დავინტერესდი თუ რასთან დაკავშირებით მიტარებდნენ სახლის ჭხრეკას, რაც დროსაც აღმოჩნდა, რომ ზესტაფონის მთავარ პროკურორმა ვახტანგ ჭუბურძემ ჭხრეკის ორდერი გაცა, თითქოს და მე ვინახავდი საცხოვრებელ სახლში ეკოსისტემის თორს. და მაინტერესა თუ საიდან მოვიდათ ესეთი აზრი, რატომ გეკოსტოფი, როდესაც 2 წლის წინ გაგზავნილი მქონდა ჩემი ხელწერით ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მთავარ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ მქონდა არარეგისტრირებული ავტომატი და ვითხოვდი სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეცა რეგისტრირებული არავინ და არარეგისტრირებული ავტომატ ჩაუბარეთ. და მათმა ამის შესახებ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ აცნობს პოლიციას სულ ორი აზრით. პოლიციას ავალებდნენ ჩემს მიმართ მომხდარიყო დევნა, ზედმეტი თვალთვალი შესამჩნევად, რასაც შესაძლებელი იყო მინისტრების გათვლით ვერ დავკარგავდნენ ეპისკოპოს და მოხდებოდა ჩემსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, შეიარაღებული დაპირისპირება. მათთვის სულეთი იყო, მე შევძლებდი მათ ლიკვიდაციას, თუ ისინი შეძლებდნენ ჩემს ლიკვიდაციას, ყველა ორთავე შემთხვევა მინისტრებისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ ძალიან ამაღლა ამ მდგომარეობამ და იმ დღესაც დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხერხას, ორჯერ ვესაუბრე, როგორც მახსოვს ნომრით 400-ს, იმიტომ რომ ცხელი ხაზის თანამშრომლების სახელმწიფოებს არ გონებიან, ვინ არიან წარმომადგენლები, ისინი მხოლოდ თავიანთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნომრებს გეუბნებიან და ამ ცხელის შემდეგ 2 დღის შემდეგ 21 მაისს პოულობს სახში ცეცხლსროლი იარაღს მაკაროვს, რომელიც არ არის ეს როგორ ცეცხლსროლი იარაღი, ეს არის აკადემიის სასწავლო იარაღი და ბუნებრივია ესეთი იარაღს თან რომელიმე უბნისწმუნებელს, რომელიმე რაიონის პოლიციელს არ მიუსწრება ხელი. მინდა გითხრათ, აკადემიის იარაღთან მხოლოდ კარგად მაღალ თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს მიუსწრება ხელი. და მაინტერესებს თუ საიდან მოხდა ეს იარაღი ჩემს სახლში, ამიტომ იმ დღესვე მოხდა ჩემგან გაცხადება, რომ ჩემს სახლში ნაპოვნი იქნა ესეთი სისტემის იარაღი, რომელიც არის სასწავლო იარაღი, არ წარმოადგენს საბრძოლო იარაღს, მაგრამ იყო სულეთი მიზნით დატოვებული
რომ როგორც ყოველთვის ცნობილი ფაქტებით გაახარებდნენ შემდეგ ექსპერტიზის დასკვნებს, მოვიდოდნენ, ამოიღებდნენ, გაახარებდნენ და მასზე პასუხისმგებლობას დამაგისრებდნენ. როდესაც ეს ჩემი სურვილით არ ჩააბარე, მოვიდა იმერეთის მთავარი სამხარეოს თანამშრომლები და თერჯოლის რაიონული პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც არაერთ დანაშაულში არიან ხელებული და მათ შორის ბავშვების წამებაში, არა ადამიანურ მოპყრობაში, ჩემი ოჯახის წევრი ბავშვებზე რო აღარ ვისაუბრო და შეგიძლია თქვენ ეს რუსთავის გადაცემის კადრებიდანაც ამოიღოთ და ნახოთ და მე არ ვიცი ამ რაიონის პოლიციას რატო გააჩნია ამ ხელს შესაძლებლობა რომ ესე ხიათ ყველას დასანახად ჩადიან ეს დანაშაულებს. მოვიდნენ და სახლის ჭრება ჩამიტარეს და ცადეს ამ იარაღის ძალით ამოღება ჩემგან. რაზედაც სასტიკად წინააღმდეგი წავედი, ბუნებრივია ეს დროს ესეთ შემთხვევაში აზრი არ აქვს ამ იარაღის გადაცემას, რადგანაც არავის არ დაიგისრება დამიჯერეთ პასუხისმგებლობა და ეს იარაღი დღემდე ინახება ჩემთან, ჩემსგან საიმედო ადგილას და თუ როდის მე საქართველოს ეხილება ესეთი ხელისუფლება, ისეთი გამოძიება პროკურატურა და სასამართლო, სადაც მართლაც დამნაშავე ნებისმიერი მაღალი თანამდებობის თუ დაბალი თანამდებობის პირები იქნებიან და ეგისება პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში მე არ ჩავაბარ. მათ მაშინ გამიკეთეს ბევრი პირობა, გამიფორმებდნენ, მომცემდნენ, ისევ ჩემი იქნებოდა, რაზედაც ასე გიწავედი, რომ მე მსგავსი იარაღი არაფერში არ მჭირდება, ეს არის უბრალოდ რკინა, რომელიც არის გამოუყენებელი, ვერაფერს ვერ გამოიყენება, ეს თავდაცვის მიზნითაც კი ან გასვლაც იქიდან შეუძლებელია და ესეთ რაღაცა მე არ მჭირდება. მაგრამ როდესაც უძდერთ მას შრეგა ჩამიტარეს, როგორც მოსვას თარიღი არ მისლება. ეხლა ამოღებული იქნა ჩემი საცხოვრებელი ეზო და ხეზე გადაკიდებული ეგრეთ წოდებული სონარი, ფითილი, რომელიც იქნა ჩემგან მდინარეში წლების უკან ნაპოვნი და მას თავისუფლად დაგაგული აქვს ცეცხლგამტარიანობა არ აქვს და არ შეუძლია. რაზედაც მათ აუხსნეს, რომ ეს იყო უვარგისი ცეცხლგამტარიანობა არ ქონა, მათმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც მას ცეცხლმოყიდება, მაგრამ არ მოიყიდა ბუნებრივია, უვარგისი იყო. თუმცა წაიღეს მაინც და ლიკა ხოფენიან და ზურაბ ყურაშვილმა არ ვიცი ეს ვისი ექსპერტები არიან, შინაგან გასაგებად სამინისტროს სამხარეოს ექსპერტები არიან, თანამშრომლები არიან. მათმა გაცეს ყალბი ექსპერტიზის დასკვნა, თითქოს და აღნიშნული ზონარი იყო კარგი და მას ცეცხლგამტარიანობის უნარი გააჩნდა. რაზედაც მინდა უთხრა ყველას, რომ აღნიშნულ ზონაზე თავად სამხარეოს სამმართველოს თანამშრომლებმა მოაჭრეს და ცადეს ყველანაირად, რომ ცეცხლი მოკიდებოდა. რასაც არ მოეკიდა ბუნებრივია, იყო უვარგისი, მეც არ არის ხელმისაწვდომი ამაზე ცხრების მანძილზე ცეცხლის მოკიდება. ამიტომ წავედი სასტიკი წინააღმდეგ იმისა, რომ მე პასუხისმგებლობას არ ავიღებდი, მავალებდნენ 500 ლარიანი საპროცესო გარიგება შემდგარება ჩვენ შორის, სადაც ბუნებრივია 5 წელს კი ყოფილი 5 კაპიკიანსაც არ გადავიხდი, თავსაფრთხო მასში დამაშავეს რაშიდაც არ აქვს ფულის რაოდენობას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, როგორც ვამბობ, ყოფილი რუსულ 5 კაპიკიანსაც არ გადავიხდი და არც თუ თავს დამნაშავდა. და ამიტომ დღემდე სასამართლო არ შემდგარა, არ პასუხისმგებლობა თავისთავად ბუნებრივია, ჩემმა არ დამდგარა, თუმცა საქმე იქნა აღსული. აქედან გამომდინარე, ჩემი დაპირისპირებიდან გამომდინარე, სულ 2 კვირაში მანქანა ვათხოვე ჩემს მეგობარ ბავშვებს, ქუთაისში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც სუფსაში მიდიოდნენ სასკოლო ბოლო ზარზე და მათ შორის ერთს ქონა მართვის მოწმობა და ესენი არიან არასრულწლოვანები, რომელზედაც მოახდინა პოლიციამ თვალთვალი დევნა და მათ შორის ეგონათ, რომ ესენი იყვნენ ჩემი დიშვილები, ესენი სუფსაში ჩასული ბავშვები დააკავეს ჩემი ავტომანქანი, ჩამოართვეს ავტომანქანი და პოლიციაში წაიყვანეს. ჯერ განუცხადეთ, რომ ისინი მიხადეთ ნარკოტიკულ შემოწმებაზე და როდესაც ბუნებრივია სკოლის ბავშვები არიან, ნარკოტიკთან არ ექნებოდათ შეხება, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ ესენი არ იყვნენ ჩემი დიშვილები და ესენი იყვნენ უბრალოდ მეგობრები, ამიტომ წაიყვანეს პოლიციაში და თავის მართლების მიზნით სკოლის მოსწავლეები, არასრულწლოვანი ბავშვები დააჯანიმეს 200 ლარიანი ფულადი წარიმით თითქოს და ავტომანქანის არასწორი მართვისათვის მათ შეუძლიეს სკოლასთან ავტომანქანას მიახლოებათა, რომ ავტომანქანას ჩამოართმევდნენ. თუ იქ ისინი მივიდნენ
ესეთი არა ადამიანური პირობებიდან გამომდინარე იძულებული გავხდი და წავედი და ვიყიდე თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არის რეგისტრირებული ჩემს სახელზე. მაგრამ საახალწლოდ, როდესაც ტერორისტების მხრიდან მოხდა მუქარი შემცველი ვიდეოების გავრცელება ხალხის გულისათვის, ქვეყნის გულისათვის მივიღე გადაწყვეტილება, რომ სხვა ყველაფერი რაწყენებიდან გამომდინარე მიუხედავად რაწყენებისა, რომ ხალხის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება საქართველოს ხალხისათვის გამომეყენებინა და კერძოდ ახალ წელიწადს ქალაქ ბათუმში, როდესაც საახალწლო ღია კონცერტები იმართებოდა, მათთან შეთანხმებულად გავემგზავრე ბათუმში, რომ ღია კონცერტებზე მიმექცია ყურადღება სხვა მსგავსი ტერორისტული აქტი არ მოხდარა. რა დროსაც წასვლისას დილით 31 დეკემბერს თეთრების რაიონის პოლიცია საცხოვრებელ სახლში დილით ადრე დამადგა, ეთყობა, რომ მათი ვარაუდით არ მომისრო სახლიდან გასვლა და ახსნა განმარტება ჩამომართვეს, თუ რატომ შევიძინე კანონიერად თავდაცვის ცეცხლსასროლი იარაღი. რაზედაც განმარტე, რომ ეს იარაღი იყო აუცილებელი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრების დასაცავად. მას შემდეგ წავედი, როგორც ვთქარი, მათთან დაცილების შემდეგ 31 დეკემბერს წავედი ბათუმში, მივაქცია ყურადღება ჩემი პასუხისმგებლობა რაც იყო, გავაკეთე ყველაფერი ის, მთელი ღამეები სიცივეში გავატარე ღია კონცერტებზე და თვალყურს ვადევნებდი, რომ არ მოხდარიყო ტერორისტული აქტი და ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობდი არ მოხდარიყო. არა ეს არ მოხდარა ეს მხოლოდ ახალ წლის ღამეს, ეს მოხდა ასევე მეორე დღესაც და მეორე დღით გადავედი ბათუმში, ბათუმიდან თურქეთში, რათა გამიგო თუ რა საშუალება ქონა ტერორისტებს საქართველოს ტერორისტული აქტის მოწყობს. ჩემი ამდენი მცდელობით მივაღწია და მოვიპოვე ის ინფორმაცია, რომ არსებობს საშუალება თურქეთის ტერიტორიიდან შემოიტანოს ადამიანმა, გარდა იმისა, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ მიუწვდება ასაფეთქე მიმდინარეობაზე ხელი, შემოიტანოს თითოეულ ადამიანმა 8 კილოგრამი წონის ასაფეთქებელი ნივთიერება და მან თავისით შერჩეულ მიზანმიმართულად მოახდინოს ტერორისტული აქტი. რაზედაც ვიწერე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას ის, რომ არსებობს გზა იმისა, რომ ნამდვილად მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების მხრიდან ტერორისტული აქტი და ამ ინფორმაციას მე გავუზიარებ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან მოხდებოდა ჩემს მიმართ რეგისტრირებული იარაღის დარების უფლების მოცემა, რადგანაც როგორც საფრთხე, ასევე ქუჩაშიდაც ყოფილიყავ დაცული. რაზედაც არის ახლა ავტომობს პასუხი. რაზედაც იუსტიციის სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ მომწერა პასუხად, რომ ქვეყანას ტერორისტებისგან იცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მე ვერ გამიგია ამ ქვეყანაში როგორი ხალხური არიან იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი, რომელიც ამაღლა აცხადებს და წერილობით პასუხობს, რომ ქვეყანას იცავს მხოლოდ ტერორისტული აქტისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ამის შესახებ არ იღებს პასუხისმგებლობას, როდესაც მათ აქვთ გადაწყვეტ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან გადმოვიდეს ტერორისტი, გადმოიტანოს იქედან ასაფეთქებელი ნივთიერება და საქართველოს ტერიტორიაზე მოაწყოს ტერორისტული აქტი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩემს ამაღლებებელია და მე არ გავუზიარე ეს არაფრის გამო, რადგანაც იარაღის დარებაზე მითხრეს რო არის, არ გავუზიარეთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. ამის გამო მათმა მომიგზავნეს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და შურისძიება დაიწყეს ოჯახის წევრ ისევ ჩემი მსურველობის ქვეშ მყოფ ბავშვებზე, რომლებიც არიან როგორც გითხარით ჩემი შვილები და მათ ბოლო 8 წელიწადია საქართველოში არ აყავთ მშობლები და ამიტომ ჩემი მსურველობის
ქვეშ იმყოფებიან. ანუ ცდილობ ყოველ შემთხვევაში სიყვნენ და ისინი არ იმყოფებიან და მათ არავითრის პირობები, როგორი პირობებიც უნახონეს მართლაც თავისუფალ ადამიანს. ანუ ისინი იმყოფებიან იმ შიშის ქვეშ, როგორც სხვა ქვეყანაში ხდება ეს საუბედუროდ. ამას წლის 24 მარტს მეგობარმა მიგვიწია სტუმრად ოჯახში, სადაც მე მათთან სტუმრებთან დაგვიანებით მივედი 4-5 საათი თქვიან, ან 12 საღამო, ხამის 12 საათი იყო დაწყილი, სადაც იმყოფებოდა კომისარი, ხელისუფლებული კომისარი ყველანიცით, მისი მოადგილე, ისვე ბიზაშვილი, თერჯოლის საფორმულას გუნდის წვრთნელი და პოლიციის თანამშრომელი. სადაც ყველანი კარგად ასვამები იყვნენ, ჩემი ადრე მისულები და ამიტომ მე მათთან საუბარში არ შეცვლა. აქედან 3 ადამიანი იყო ჩემთვის უახლესი ნაცვლი. კომისარი, მისი მოადგილე და მისი ბიძაშვილი. ხოლო ფეხბურთის გუნდის წვრთნელი და პოლიციის თანამშრომელი ჩემთვის იყვნენ უცნობი პირები. მაგიდის მსვლელობამ კარგად ჩაიარა და კომისარმა უულოდნელად რა დროსაც 3 მათგანი უკვე მანქანაში იყო ჩასული, 2 მათგანი იყო მანქანაში ჩასული. დაიწყო ჩემი შვილების მიმართ შურისძიებით საუბარი, რომელზეც მომნებოდა, რომ სამხედროში არ წავიდოდა, ჯარში არ მიიღებდა მონაწილეობას, ის მას რაც დაიჭერდა, გაუსწორდებოდა და მე მაყურებინებდა ამ ყველაფერს. ეს გაგზავნა რამოდენიმე წუთი, ასედაც იცოდა მან ჩემგან წერილობით, წელიწადზე მეტი ადრე, რომ ჩემი შვილს, რომელიც არის წონდელი, არის ესტაფონის მოქალაქე, ცხოვრობს ამოდროულად თბილისში და ამიტომ თერჯოლის რაიონის კომისარს არც უფლება ჰქონდა მის გაწვევის და ამოდროულად იცოდა, რომ მის ჯარში ყოფნის პერიოდში მას შეიძლებოდა შექმნოდა სიცოცხლეზე საფრთხე. რაზედაც მე მუქრებოდა, რომ მას მთელი სამინისტრო უკანონდგა, ანუ კარგად ნასვამი კომისარი ვეღარ მარავდა სიმართლეს და ყველაფერს იზუსტებდა და მიკონკრეტებდა. რაზედაც გამოიწვია ბუნებრივად ჩემი აღებება და მას მე დაუგინე, არ მალავ დაუგინე, ანუ ეს მისთვის შეურაცხყოფა ბუნებრივია. დაგულისხმები აქ ამ გინებაში მის მიმართაც ვიგინები, მაინც ირიბა თუ პეტავე მაინც დაგულისხმებია, დაუგინე, რომ თუ არ გააკეთებდა იმასაც მე მუქრებოდა, რაზედაც ან ჩემზე ფიზიკური ანგარიშვალების მიზნით გამოიწია და ბუნებრივია მეც არ ვარ იაღოველი იმის ლოყან მოუშვიო და ჩემი მხრიდანაც მოხდა მასე გაწევა, რადგანაც სულიდან დამესხა მისი ბიძაშვილი. ჩვენ ჩავიდა შუაში ოჯახის უფროსი და ამიტომ თხოვა, რომ დამენებებია მას საფასუხო სანაცვლოდ ხმის გაწევა და ამიტომ ოჯახში დარჩა. ისინი გამოაცხადა ოჯახის წევრებმა და წავიდნენ, რომელსაც სავარაუდოდ კომისარს, რომელსაც გამოუთმენია ჩემი მობილურის ნომერი და გზიდან არაერთხელ ამერიკა და მაიწვლებდა, მოვალებდა სოფლის გასასვლელში, სადაც 1 კილომეტრისადმი მოსახლეობა არ არსებობს, ტყის პირას, სადაც წყაროა, რომ იქ მისულება. ბუნებრივია ეს შემთხვევაში ადამიანი ვერ დაგიბარებს, თუ დანარჩენი თანხლები 4 პირი იგივე ასზე არ არიან და თუ ასოთ მათ შენთან არ გაიცვალა. პირველი ის არის შემდეგ ოჯახის წევრებმა მე დამიკეტეს ჭიშკარი, არ გამომიშვეს, სადაც 1.5 საათი კიდევ გამაჩერეს, ამას უბოში მართლაც დავწყდა და ვიფიქრე, რომ წასულები იქნებოდნენ. მათმაც იფიქრეს, რომ კომისარი და დანარჩენი სხვა პირები, რომლებიც ერთი მანქანით ყოფილიყო უკვე წასულები და მისულებით უნდა ყოფილიყვნენ სახში სავარაუდოდ. წამოვედი და საათთან როდესაც მივედი სულ რაღაც 100 მეტრის დაცილებით, კიდევ დამიერება და ითხრა, რომ დიდი ხნით არ მელოდინებია, არ დამლოდებოდა იქ და ჩავსულიყავი, რადგანაც შევაწყვეტინე საუბარი და ვუთხარი, რომ ჩავიდოდი აუცილებლად. შევედი სახში, ამიტომ ჩემს სახელზე რეგისტრირებული არ არის და მითითებულ ადგილას მივედი, სადაც როგორც გითხარით, კილომეტრის ავტობუსით მოსახლეობა არ არსებობს. მათ არანაირი საუბარი არ სურდათ, მანქანა გამოსვლისთანავე დაიწყო ფიზიკური ძალადობა და მოხდა ესე რომ ვთქვათ, ჩხუბი, სერიოზული ჩხუბი, 5 ადამიანი ეჩხუბებოდა მე ერთ ადამიანს ჩემი შვილების დაცვის გამო. ამიტომ იძულებული გავხდი, როდესაც 5 ადამიანს ვერ გავუმკლავდი, ბუნებრივად ფიზიკურად ვერ გავუმკლავდი და ახალგაზრდები არიან,
მათ შორის იყო სპორტსმენი და პოლიციელი, რა თქმა უნდა. ამიტომ ამავე ჩემს სახელზე რეგისტრირებული იარაღი და ძირს რამოდენიმეჯერ გავისროლე, რომ ჩემთან დისტანცია დაებავებინა და მე მათი მხრიდან გათავისუფლება შემძლებოდა. მათმა ცადეს ჩემზე იარაღის წარქმევა და ამ დროს ვერ მოახერხე ვერ შევძელი ფიზიკურად, ფიზიკური ძალა არ გამომაწყდა იმდენი, რომ 5 ადამიანისთვის წინააღმდეგობა გამეწია ისე, რომ იარაღიც არ წაერთმევ და არც გავარნილიყო, იარაღი გავარდა და ვინც ყველაზე მეტი აგრესიული იყო, ვინც ყველაზე მეტად ცდილობდა იარაღის წარქმევას და ვის ხელშიდაც ეჭირა, იარაღის წარქმევის დროს ჩემ ხელში ყოფილი იარაღი გავარდა და ფიზიკურ დაზიანება მიიღო. მათმა შეძლეს მხოლოდ იარაღის ჭირის წარქმევა და ამ დროს მომხდარის გამო ყველამ შეძლო რაღაც წამიერად ჩემს ფიზიკური ძალადობა და ამ დროს მოახერხე მათი მხრიდან განვითარება. მათმა აღმოუჩინეს პირველად დახმარება და წაიყვანეს სამართლებაში. მოვატრიალე მანქანა ვეძებენ, ჭირი იქებდო თუ მათ ქონათ წაღებული, რადგან მანქანის შურსი არ გამოჩნდა, ესე იგი ბუნებრივია მათ თქვა წაიყვანეს და მიიტანეს პოლიციაში. წამოვედი, ავტომანქანას სახლის წინ დავაყენე და კარგად ნაცემი სხვა ადგილას ვივედი. და სახში არ შევსვლა. სახში არ გავჩერებული. მივედი, როდესაც საფრთხეების შემდეგ მოვიდა იმერეთ სამხარეოს სამართლოს თანამშრომლები და თეთრის რაიონულ თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ თითქოს და ოჯახის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მომიტანდა სანადულეში, გადავიდა ყველა ოჯახებში, მეზობლად ასობულ ოჯახებში, გაცრიკეს ყველანი და ითხოვდნენ სად ინფორმაციას და ჩემს დაპატიმრებას. იმხანს მომხდარი ინციდენტიდან 1 წამით არ გამიჩნდა ტელეფონი, მეორე დღეს დაურეკე იმ პიროვნებას, პოლიციის განყოფილების უფროს, რომელმაც დამირეკა ტელეფონს და მითხრა, რომ ის ჩემთან იყო სახში და მე მასთან მივსულიყავი, რადგან ბუნებრივია გამოუცხადე უარი. დაურეკე და ვთხოვე, რომ დისტანციურად დაკითხვით, ვინმეცა ახსნა განმარტება პოლიციისათვის, სადაც უთანაშაულოდ ვიყავი ჩარეული ამ ინციდენტში და ვიცავდი არა მარტო ჩემ თავს, არამედ ოჯახის ბავშვებს, რომლებიც არაერთხელ ყოფილა მათი მხრიდან შიშის ქვეშ და ასევე იყო წინა ხელისუფლების მსხვერპლი. მათმა ამის შესახებ ვახტანგ ჭუბოეცემ კერძოდ უარი განიცხადა დისტანციურ დაკითხვაზე და ესეთი სიტყვებით პასუხობდა, რომ დისტანციურ დაკითხვის შემდეგ დისტანციურად გაგიშვათ ციხეში, რომ ანუ პირდაპირ განზრახული ქონათ მათ ჩემი ციხეში გაშვება და პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. რა თქმა უნდა, ზემოდან იყო უფლებები ამისის მიცემული და მეტიც ისინი ისეთ საქმეებში ჩადიოდნენ და ისეთ ცდილობდნენ, რომ რაღაც ჩემს დანაშაული შეექმნათ, მათ ამის სწავლა განათლება ნამდვილად არ გააჩნია. ეს იყო ბუნებრივია მთავარი პროკურატური და მიცემული ინსტრუქცია, თუ რაც უნდა გაეკეთებინათ, რომელზედაც ბუნებრივია ვერ მომატყულეს, ისე რომ ვთქვათ, და სხვა სამხედრო ვერ ნახეს, გადაიმისა პასტაპურცელი აღმოჩნდა თავისუფალი მათ ხელში და წერეს ის, რაც არ ყოფილა, რაც არ მომხდარა და დანაშაულის ნიშნების შემცველი რაცაც. ამასობაში გამოაცხადეს ჩემზე ცებნა, როგორც გითხარით, 20 აპრილს დანიშნეს სამართლო, მიმართეს ასევე სოციალურ ადვოკატს და ადვოკატის არ ვიცი, უგუნურობით, ესე შეიძლება თქვა ადამიანმა, თუ უგუნურობა ჩანს ამ შემთხვევაში და მეტი არაფერი, გამომტანის წინასწარი გვაწლიანი პატიმრობის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ადვოკატს, რომელიც მათი მხრიდან იქნა დანიშნული სოციალური კუთხით, დაუვალე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებას, ეს დაკონსერვირებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაესაჩვენებინა საუკეთესო სასამართლოში, რომელიც უნდა ჩატარებულ ხუთაისში და ჩემი მეგობარი ადვოკატები თბილისიდან მიდიოდნენ დასასრულებლად და მონაწილეობის მსახურად. რაზედაც აღმოჩნდა ადვოკატი, არ ვიცი მე უცნაურობით შეიძლება ითქვას ესეთი რაღაცა, რომ ადვოკატმა ვერ დაწერა ისეთი სააპელაციო საჩივარი უდანაშაულო ადამიანზე, რომ საუკეთესო სასამართლოს მის განხილვაზე უარი არ ეთქვა. ანუ ამ შემთხვევაში მინდა მიმართო ბატონ ზაზახატიაშვილს, რომელიც არის მთავარი თავმჯდომარე ყველა ადვოკატის, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს